100 მეტი მოწმე 4 ოქტომბრის საქმეზე აღარ დაიკითხება, მტკიცებულებების მნიშვნელოვან ნაწილს აღარ გამოიკვლევენ იმ ეპიზოდზე, სადაც განსასჯელი სკამზე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან. ამის მიზეზი გახდა ბრალდების მხარის გადაწყვეტილება, რომ საკუთარი მოწმეები, რომელიც გამოძიების ეტაპზე გამოკითხა, ჩაეხსნა და აღნიშნული მტკიცებულებები უდაოდ ეცნო. ადვოკატებს აქვთ სურვილი, რომ დააკითხონ კონკრეტული მოწმეები, რომლებმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. კითხობის დასმის სურვილი ამ ადამიანებთან აქვთ ბრალდებულებსაც, თუმცა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდების პოზიცია გაეზიარებინა. ისეთ კარგ მოწმეს, როგორც თავარი გამოძიებელი ბატონი კონსტანტინე იყო ნორმალურ პირობებში სასამართლოში პერიოდში. კაცმა გამოვიდა, იგა ამაზე დაადასტურა. ვიღაცებმა ყოფილი გადააკეთეს, მაგრამ იმათ მიწოვა არ მოვიდე დავაფრე, დაადასტურა იმასაც ჩვენ ჩვენ სასამართლო. გამოძიების თავარმა გამოძიებელმა არ გამოიწვია დამნაშავეები, არ მოახდინა მათი იდენტიფიცირება. ჩვენ ამიტომ მინდა ყველა მოწმე გამოიწვიოს მაქსიმალურად. უარ შემთხვევაში ის ამბობს, რეალურად არსებობდა ჯგუფი, რომელმაც საბოტაჟი მოუწყო მშვიდობიან მიტინგებს, 6 ხალხი ციხეში მზივარდა, მას ის ხალხი, ვინც ძალადობა ჩაიდინა მართლა, არც იდენტიფიცირებული არ ყავს, არც გამოკითხული არ ყავს. ადამიანები, ვინც გამოძიებაში იყვნენ ჩართული და იზახიან, რომ ჩვენ გამოვიძიეთ, დანაშაულს დავადგინეთ და რაღაც თავს იკავენ, მოვიდა და ვიხსენეთ და დაადგინეთ და რა ყარ დაადგინეს, მაგრამ რაც უნდა დაედგინე. ეს ეხლა თქვენი გადაწყვეტილებით მე ბრალდებულს მარტინ უფლება შევიზღუდა სამართლებრივად თანასწორულებიან და გავიცვათ ჩემი თავთავი საქმეში არსებობს ორი მოწმე, რომლებმაც დაასვანეს ვიდეოები, აწევს ვიდეოს აღწერილობას აკეთებს და თან დაუთავს, რომ ბატონი შვილი მოუწოდეთ და ხელის მოკლებით რაღაცა მოუწოდეთ და სხვას პრეზიდენტის რეზიდენციის შენობისკენ გადაასვლებული იყვნენ. მე ძალიან მჭირდებოდა ამ ადამიანის სასამართლოზე მოსვლა, ამ ადამიანის გამოკითხვა, რადგან მიიღო პასუხი ვის საფუძველზე გამოიტანა ეს დასკვნა. ეხლა ამ პერიოდში, როდესაც პროკურორმა ასეთი ხალხი მოიყვანა, როდესაც ჩვენ არ ვაძლევთ ამ ხალხის მოყვანის საშუალებას, ჩემი თანაბამულებიანი, თანასწორულებიანი დაცვის უფლება მაქვს შეზღუდული. გასაგებია პროკურორს ეგ არ აინტერესებს, მაგრამ თქვენ სასამართლო საზოგადოება ხო ვამბობთ, რომ ახლა ესია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გქონდეს საქმეა. საზოგადოება საინტერესებს სასამართლოს უნდა აინტერესებს. განსასჯელის სკამიდან დღეს ხდომათა დარბაზში პოლიტიკური მოწოდებებით და გზავნილებიც ისმოდა, მაგალითად მურთაზ ზოდელოვამ დღეს მიმართა მოსამართლეს და ბრალდების მხარის წარმომადგენლებს, რომ შეიმუშავონ რაიმე სისტემური მიდგომა იმ ბრალდებულების მიმართ, რომლებიც არიან 60-მდე და რომლებსაც არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს. სამოქალაქო აქტივისტები, ვინც არიან განსასჯელის სკამზე და ვისაც ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობა ედევათ ბრალად, რის გამოც 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მურთაზ ზოდელოვას განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ ახლა თავისუფლებაზე იყვნენ. მურთაზ ზოდელოვამ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დაასაბუთა კიდეც, რატომ ფიქრობს, რომ ახლა სწორედ აი ამ ეტაპზე ახლა არის მნიშვნელოვანია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. პაატა მანჯგალაძემაც ისაუბრა დღეს განსასჯელის სკამიდან, მან განაცხადა, რომ არ არსებობს საქმეში არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ, რაც დაადასტურებს იმას, რომ ორგანიზებაში იღებდა ის მონაწილეობა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ კითხვებს გაეცეს პასუხი ბრალდების მხარის წარმომადგენლების მხრიდან, რის საფუძველზე ზის მე-6 თვეა განსასჯელის სკამზე პაატა მანჯგალაძე. რაღაც სისტემური მიდგომა, რაღაც კრიტერიუმები, პროკურორი შემუშავებული იყოს. ამ ადამიანების როგორც აი პარლამენტისებულება არ მოდი უბრალოდ ადამიანებს როში შემოყოლი კარიერა და პოლიტიკაზე აპრობება და რაღაც კრიტერიუმები თქვენ შეჯერებული ხარ კონკრეტულ კრიტერიუმებზე და ამ ადამიანების მიმართ ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჩარეში შეიძლება რამდენიმე ადამიანის მიღმა მათ მიმართ რაღაცა კონკრეტული თუნდაც აი ეს საპროცესო შეთანხმების შეთავაზება, რომელიც გამოსწავლა შეიძლება შეიქმნა მოდით რა ჩემზე არ მაქვს საუბარი ჩემზე რატომ გავახსენებ და შეგვედება ასაკ დინამიზმი, მაგრამ განაჩენებებზე ეს ადამიანები ამერის ნაწილი არის. რაღაცა კონკრეტული კრიტერიუმები რო განსაზღვროს ბრალდების მხარე პირობითად აი იქასთან დაკავშირებით, თორნიკესთან დაკავშირებით, იაკებსთან დაკავშირებით და პოლიტიკურ პარტიას ასოცირებული ადამიანები, ამას არ აქვს თუნდაც საქართველოს იქნება. მოდი ამ თავსაც რაღაცა შეგავათი კონდეს. მე მაინც ვიტყოდი ეს, ხო? მე ამერიკის ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ ვახოთ, ჩავეწერე ინტერვიუზე ამ როსიკოს, რუ იგებს ასულად გამოგზავნეს ფოტოს გადასაღები. არანაირი ორგანიზებული ჯგუფი, არანაირი
საერთაშორისო კომიტეტი არ უყურებია ან ორგანიზება იყოს ადმინისტრაცია ან შეთანხმება ან ეს პერფორმანსი ნახეთ მიმართულებას საჭიროა მოხდეს ფოტოგრაფები იყო რესპუბლიკა გეგმა საჭიროა გეგმა ვიცოდი რომ treba იყო და ისიც ცოდი საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაცია და როგორც ყველა ადამიანმა აი პროკურორი ათონთან უმეტეს ვენერალზე ადამიანები იყო მედიას წერებული ზაშთან გადაგვაშვა და ხოდა ეხლა მითხარ რატო არა მე არაფერს მაგრამ ხო ამერიკანი აღარ იურისტი ვარ კონსულტანტი ვარ და მითხარ მაგრამ 6 თვეა რიტმის რატომ არა აი რა კომიტეტია კონკრეტული ვიზიონი უნდა მიყო ახლა კიდე რაღაც განეშლი შეიძლება შემოხატო იმიტომ რომ პირობად არის შეგვიძლია 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ეს იყო პირველი პროცესი, როდესაც ბრალდების შემდეგ უკვე დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. ვიდეო მტკიცებულებების ამოწურვის შემდეგ უკვე დაიკითხებიან ის ბრალდებულები, რომლებიც განსასჯელის სკამზე არიან და რომლებსაც გამოძიებისთვის შერჯერობით ჩვენება არ მიუციათ.